ვიწრო სპეციალიზაციას მივყავართ იქამდე, რომ პაციენტი მიდის ექიმთან, მაგალითად პულმონოლოგთან, ფილტვის ექიმთან, რომელმაც არ იცის კუჭის დაავადებები. ამიტომ პაციენტი წავა ჯერ ამ ექიმთან, მერე გადავა მეორესთან, მერე მესამესთან და დადის ესე წრეზე. ხანდახან ხედავთ პაციენტს, მაგალითად ფეხმძიმე ადამიანს, რაღაც დაავადება სჭირს. მიდის თავის ვიწრო სპეციალისტთან, ისევ დაუშვათ თქვათ ფილტვის ექიმთან. ფილტვის ექიმი ამბობს, მიდი შენს გინეკოლოგთან, ის გეტყვის რა უნდა გააკეთო. გინეკოლოგი ეუბნება ჩემი არ ხარ, იმიტომ რომ არ იცის ფილტვის დაავადება და უშვებს პულმონოლოგთან და დადის ესე პაციენტი აქეთ-იქეთ. თამაშობს პინგ-პონგს. ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში, რადგან ჯერ ექიმი ამთავრებს შინაგანი მედიცინის ვიწრო სპეციალიზაციას, მოდი ესე დავარქვათ, რეზიდენტურას ოფიციალურად, უფლება აქვს იმ ექიმს იმუშაოს თერაპევტად. როდესაც პაციენტი მიდის ჯერ უცნობი დიაგნოზით, უნდა მივიდეს თერაპევტთან. თერაპევტი ერკვევა ყველა სფეროში, შედარებით ნაკლებად სიღრმეში, მაგრამ ყველა სფეროში, შესაბამისად თერაპევტმა უნდა გადაწყვიტოს, სად უნდა წავიდეს პაციენტი. თავიდან იშორებს არა მარტო არასასურველ გადამისამართებას პაციენტის დროისა და თანხის ხარჯვას, არამედ არასასურველ ანალიზებსაც და დიაგნოსტიკურ კვლევასაც, რომელშიც ასევე ძალიან დიდი დრო, ძალიან დიდი თანხა მიდის და პაციენტიც ზიანდება. სიჩუმის ფასი ძალიან დიდია. დაგვეხმარე, რათა საუბარი გაგრძელდეს.